ნახე მთელი რიგი ჩვენი მანქანებია. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ახალი ვლოგის გადასაღებად კი არ გამოვედით. დღეს გვაქვს ალბათ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო მანქანების შეხვედრა. შენ რას ფიქრობ? ხოდა, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გადადო თავისი საქმეები ჩვენ დაგვითმო დრო. ასევე მინდა ყველა იმ ადამიანს მოუხადო მადლობა, ვინც გვერდში გვიდგა სულ. და იქაც ნახავთ, იქაც დავასახელებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, ვინც გვეხმარება. ხო და ეხა გავურეცხავთ მანქანას, ნელ-ნელა წავალთ, ეხა შევიკრიბეთ კამანდა, მეგობრები, რავი, როგორც ეძახით. ხო და ნელ-ნელა დავიძრებით და კადრებსაც ნახავთ თქვენ. ეს იყო ჩემი პირველი შეკრება, პირველი დიდი შეკრება, ასე რომ ვთქვათ. სამწუხაროდ ყველაფერი წავიდა ისე, როგორც ჩვენ არ გვინდოდა, ამიტომაც ვერ მოვასწარით, რომ გადავიღოთ. რეალურად სიტუაცია დაალაგდა ისე, რომ მოვიდა ერთი უცხო მანქანა, კადრებს ნახავთ, ზუსტადაც ნახავთ, რომელი უცხო მანქანა იყო, რომელმაც პატარა რაღაც მანევრი შეასრულა და მის წასვლის მერე უკვე მოვიდა პოლიცია, რომელმაც გთხოვა, რომ დაგვეტოვებინა ეგ ადგილი. სამწუხაროდ მოგვიწია მაგ ადგილის დატოვება, მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველას, ვინც მოვიდა, ყველას, ვინც დრო დამითმო, ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა Need for Drives, რომელმაც დრო დაგვითმეს, მოვიდნენ და ყველა ბიჭს მინდა, ვინც მოვიდა, დრო დაგვითმო, ყველას ჩამოთვლას ვერ მოვახერხებ, მაგრამ იცით, ვისთვისაც მინდა მადლობის გადახდა. ხო, სამწუხაროდ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მეორე ლოკაციაზე რომ წავედით დიღომში უკვე, დიღომშიც რომ მივედით, ეგრევე გამოვიდა დაცვა, გამოვიდა პოლიცია, იქ საელჩოც არის ამერიკის და ну სამწუხაროდ დიღომშიც ყველაფერი კრახით დამთავრდა და ვერანაირად ვერ მოვახერხეთ, გადაგვეყო ის ატმოსფერო, გადმოგვეცათ თქვენთვის ის ატმოსფერო, რომელშიც ჩვენ ვიყავით, რომელშიც ბიჭები იყვნენ, რასაც განვიცდიდით ყველა. იმიტომ რომ რეალურად რო გითხრათ, ძალიან მაგარი იყო, აი რო წარმოიდგინოთ, მთაწმინდიდან ჩამოვდიოდით და მთელი ჩამოსასვლელი მხოლოდ ჩვენი მანქანები იყო და აი უცხო საერთოდ არავინ არ იყო. ხო და აი ხა ბიჭებს ხედავთ, დრო დამითმეს. მართლაც რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბიჭებს. თქვენ გარეშე ამ ყველაფერს აზრი არ ექნებოდა და მხოლოდ თქვენი დახმარებით გავაკეთეთ ბიჭებო ეს ყველაფერი. მადლობა დიდი.
ეხა მეგობრებო, რაზეც მინდა ვისაუბრო, კი, ყველაფერი წავიდა ისე, მაგრამ იმედია ბევრმა დრო კარგად გაატარეთ, მინდა ასევე დიდი ბოდიში მოუხადო ყველას. ვინც დაიბნა, ვინც ვერ წამოვიდა, ვინც რაღაცა, ამ ყველაფერი სიტუაციის მერე რაც მოხდა, იმიტომ რომ პოლიციამ გაგვაგდო და თავიდანვე. ხო და ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო განსაკუთრებით ალბოს მინდა გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა აბოს საერთოდ პირველი მოვიდა თუ ორსვები და დილიდან ჩვენთან ერთად არის. ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც დრო დაგვითმეთ, ვინც მე ძალიან გამიხარდა ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო და მართლა არ ძალიან დიდი მადლობა არ მოველოდი მართლაც ასეთ მხარდაჭერას და ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი არის ის რომ მაფასებთ დროს მითმობთ ვიცი ახლა კვირა დღე არის ზოგს სახში უნდა ზოგი დაღლილი არის მაგრამ ჩემ გამოვიდა უამრავი ხალხი კიდე ცალკეა ერთხელაც გავიმეორებ Need for Drive-ს მადლობა ბიჭებსაც რაღაც გადაღება ქონდათ თუ რაღაც საქმეები ქონდათ მაგრამ მე რო ვთხოვე ჩემ გამოვიდნენ ანუ რავი Need for Drive-ის ვიდეოები კი გინახიათ M5-E34-ის, M6-ის, რავი, ძალიან მაგარი ვიდეოები არის რა და ალბათ ყველა მიცით ეგ ვიდეო, ყველამ ნახეთ ეგ ვიდეო GLS-მა ლადოსას, ხო? ლადო GLS-ი ინასარიძე ლადოს, ძალიან დიდი მადლობა დილიდანვე იყო ჩვენთან ერთად. რავი, თუ ვარსობი 4-ზე მითხრა რომ უკვე მანდვარო, როცა 5-ზე იწყებოდა რა და რავი მეგობრებო. ხო, ისეთი სიტუაციაც იყო მეგობრებო, გითხარით კიდევაც რომ ანუ უმეტესობა ხალხი ვინც მოდიოდა ერთ ლოკაციაზე, რომელიც თავიდანვე იყო ბოტანიკური ბაღის პარკინგი, ვინც თავიდანვე მან მოდიოდა, ანუ მე ხო პოლიციამ გავყარა, გითხარით აქამდეც კიდევაც და მაგალითად აი მე თომ ვერ მოვიდი დომინოს პარკინგზე დიღომში. იქაც სანამ მოვიდა იქაც უკვე გავყარეს რა და ბოლოს კი უკვე ჰუალინგზე გზაზე შევხვდით ერთმანეთს რა და მეთოსაც ძალიან დიდი მადლობა ყველა მიცით მე თუ არის ჩვენი არხის ერთ-ერთი ლეგენდარული ადამიანი თვითონ მაგისი CLS-იც ალბათ მეთო და რაფო არიან ორი ის ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად არიან ჩვენ ვლოგებში რა ნუ რაფას ახლა არ უყვარს კამერაზე გამოჩენა რაფას არ უყვარს კამერაზე გამოჩენა რა და რაფოსაც აქედან ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დამითმა მოვიდა ხო და რა მეგობრებო მომავალ შეხვედრამდე ხო რა მამუკასაც დიდი მადლობა ხო მამუკას დიდი მადლობა ეგ განსაკუთრებით ხო და რავი ძალიან დიდი მადლობა იმ ყველა ადამიანს რომ დრო დამითმა მოვიდა ვინც ჩემზე ეს კვირა დღე დახარჯა და მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო დაალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი I'm a fucking bandit. Understand it. I'm a fucking bandit. Understand it. I'm a fucking bandit. Understand it. I'm a იმ მანქანაზე ხედავთ ალბათ ჩემი ინსტაგრამის სტიკერს. ნუ ეს კლასი 4 და 7. მე პარკინგზე წავალ და დეტალურად ცოტა უფრო მეც პარკინგზე მოგიყვები. გამოვედით, აბოცახარი, რაფოცახარი, როგორც სულ დათო გველოდება უკვე ის პოინტში. ეხა უკვე მივდივართ ის პოინტში და უკვე ის პოინტიდანაც ცოტა კადრებს ნახავთ. იმედია საინტერესო ვლოგი გამოვიდა. წავედით ეხა ის პოინტში.
Understand it, understand it. I'm a fucking bandit. Understand it, I'm a fucking bandit. Understand it, I'm a fucking bandit. Understand it, I'm მოგეწონა ყველაზე მეტად. ყველაზე მაგარია რო იცოდე და ვერ ვასწავთ ჯობი. ეს ამოიჭრება.
ეს არის ჩემი Instagram-ის არხით, YouTube არხით. რავი, ამ მანქანას სადაც ნახავთ, შეგიძლიათ გადაუღოთ სურათი, გამომიგზავნოთ, რავი, ვიდეოს თუ გადაიღეთ, მადლობელი ვიქნები. ნუ, ხალხმა რო იცოდეს, რომ ეს მანქანა არის ჩვენი არხის მანქანა. მეგობრებო, ეს დღეს მივახლოვდა დასასრულს. ალბათ ჩვენი შეკრების დასასრულიც იქნება, ეხაც ნახეთ, პატარა მინი შეკრება გვაქვს. ხო და ესეც ნუ ორი ვიდეო ერთად იქნება, იმიტომ რომ იმ ვიდეოში გახსოვთ კიდევაც რომ გითხარით და მოგაწოდეთ მაგაზე ინფორმაცია რომ მოვიდა პოლიცია, მერე წავედით დინამოს პარკინგზე, დომინოს პარკინგზე წავედით. დიღომშიც პრობლემა შეგვექნა პოლიციასთან დაკავშირებით და ნუ მერე უკვე ჰუალინგზე რომ მოვედით, იმდენი ხალხი ვეღარ ვიყავით, იმიტომ რომ მოსაღამოვდა, ნუ იმდენი დროც გავიდა. ხო და ეხაც ხედავთ, ალბათ ნახავდით რამოდენიმე მანქანას, რომელიც პირველად არის ჩვენთან არხზე, მაგალითად აბოს დოჯი, რომელიც 3.6 ძრავით არის. ხო და ასევე პირველად ნახავდით ჩვენ არხზე S-Class. ნუ პირველად არ ნახავდით, იმიტომ რომ ერთხელ გვაქვს გადაღებული S-Class-ი მაიბახი. ხო და ეს S-Class-ი კიდე 4.7 არის, ნუ ის ბიჭების განანახა უყურებენ. ხო და ასევე გამარო 6.2 ძრავით. ხმა ქონდა ძალიან მაგარი ხმა ქონდა. ხო და რავი მეგობრებო, ამით ჩვენი ვლოგი მივახლოვდა დასასრულს. იმედია 10,000 გამომწერამდე ძალიან მალე მივალთ. იმედია, იმიტომ რომ შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფრო საინტერესო, უფრო სახალისო, უფრო გასართობი, უფრო, რავი, თქვენთვისაც უფრო ატმოსფერული იქნება, მაგალითად აი ეს მომენტი, როცა ამდენი ხალხი არის შეკრებილი, აი, ხედავთ. ამდენი ხალხი არის შეკრებილი, დროს ვატარებთ, ჩვენც გვიხარია, თქვენც გიხარიათ რომ უყურებთ ამ ყველაფერს და ძალიან გაგვიხარდებოდა თქვენი მხარდაჭერა ამ ვიდეოს ქვეშ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ორ წინა ვიდეოზე, რომელზეც მართლაც ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ. მადლობა დიდი ყველას, თითოეული ლაიქისთვის და თითოეული გამოწერისთვის. იმედია ეს ვლოგი ავა 500 ლაიქზე და იმედია მოგეწონებათ. ამით კი ჩვენი ვლოგი დასრულდა. შეხვედრამდე მეგობრებო, ამ მანქანაზე კიდე გაიგებთ. ნუ Instagram-ში უკვე ვინც მაფოლოვებს, Instagram-ში ხალხმა გაიგო და ამ მანქანაზე კიდე შეიძლება იყოს კიდე ცალკე ვლოგი, ნუ ეგეც ნახოთ როგორ იქნება სიტუაციის დამიხედვით. შემიძლია დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის.